იმ შემთხვევაში თუ ბატონი ბენდუქიძე და ის იდეოლოგიური ჯგუფი, რომელიც არის კონცენტრირებული, გადაწყვეტს, რომ საქართველოს კანონმდებლობა მაინც მნიშვნელოვანია და არ არის უმნიშვნელო, გაასწორებენ ისინი წესდებას, ჩვენ ძალიან გაგვეხარდება, იქ გაგრძელდება სწავლა, ბუნებრივია, ის სტუდენტები დარჩებიან იქ, ხოლო ეს ახალი ბაზა მოემსახურება ახალ სტუდენტებს. მე არ მგონია, რომ საქართველოში არ გამოჩნდნენ ადამიანები, ვისაც მოუნდება ამ პროგრამაში მონაწილეობა. ასე რომ ჩვენ უბრალოდ დაველოდებით მოვლენებს, გადაწყვიტავს ბატონი კახა ბენდუქიძე, რომ მსხვერპლის როლში გააგრძელოს მუშაობა და არ დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას, მაშინ ამ სტუდენტებს აქ შეექმნებათ უფასოდ სწავლის შესაძლებლობა. ჩვენი უნივერსიტეტი არ იმსახურებს ავტორიზაციის ჩამორთმებას. მე მაქვს სურვილი და თხოვნა იმ კომისიის მიმართ, იმ სამინისტროს მიმართ. ეხლა თქვენ ხედავთ, რომ ძალიან დაძაბული სიტუაცია. ჩვენ თვლით და გთხოვთ, რომ გადახედონ გადაწყვეტილებას და მისცენ, ესე იგი, ჩვენს უნივერსიტეტს უფლება, რომ გააგრძელოს მუშაობა. ძალიან კარგი სტუდენტები ყავს, რომლებმაც ამ ბოლო წლებში ნახეს, როგორია, თქვათ, უკეთეს უნივერსიტეტში სწავლა. როგორია, როცა თქვათ, ყველაფერში ხელშეწყობა გაქვს პირობები, ეს სტუდენტები შეიქმნენ ერთ მუშტად ფაქტობრივად, უყვართ თავიანთი უნივერსიტეტი და უნდათ რომ დაასრულონ სწავლა ამ უნივერსიტეტში. და ეს საკითხი, რომელიც გაჩნდა, ანუ ეს ავტორიზაციის ჩამორთმევის საკითხი, ფაქტობრივად საფრთხეს უქმნის მათ კარიერას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ განათლების მინისტრმა ბათილად ცნოს საბჭოს გადაწყვეტილება და დანიშნოს ხელახალი საბჭო, რომელშიც შეიცვლებიან კომისიის წევრები და მიიღებენ ობიექტურ გადაწყვეტილებას და დაუყოვნებლივ აღუდგება აგრარულ უნივერსიტეტს უკანონოდ ჩამორთმეული ავტორიზაცია.